პიროვნება, გელაპარაკება ქაბაბი. მოგესალმებით ლუდის მოედნიდან. დღეს ჩემი სტუმარია დათო ლაბაძე. მე კარგი საჭმელისთვის 9-ს იქით ვარ წამოსვლა. ანუ მოგზაური 40 ხარ ესე იგი. კი. აი, კარგია. შენთვის გემრიელი ჭამა რას ნიშნავს? ვახ, ძალიან კარგია. პირში დნება. სულ წარმომიდგენია რომ 64-ში აი ესეთი სადილებია რა. რომ დაიძახებენ კვება, მიდიხარ და აი ესენია გაწყობილი. მოდი ახლა ჩვენ აქ დავგვტოვეთ მე და ხინკალი და თქვენ თავს მიხედეთ. მოგესალმებით ლუდის მოედნიდან, წამომყევით. მე ვარ ალექს თათაძე, წისქვილი ჯგუფის ვარესტოლის ბრენდ შეფი. დღეს წარმოვადგენ ლუდის მოედანს, რომელიც არის ბელიაშვილის წისქვილის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. თუმცა განსხვავებული კონცეფციის ლუდის მოედანი ქართული პაბის სტილის რესტორანია. დღეს ჩემი სტუმარია დათო ლაბაძე. გამარჯობა დათო. ალექს. მიყვარს რომ მზარეული არის მოსული. იუთუბერი, იუმორისტი და რა თქმა უნდა, კარგი მჭამელი. ვარ მოყვარული, მომხმარებელი აფეროსი. თანახმახარ თუ არა, რამოდენიმე კითხვა დაგისვა რომ გავარკვიო რა გემოები გიყვარს. კითხვა კი თუ ვიდან სისხლის საერთოც გამიკეთე. ყავასთან ლუცხვარ მიერთად. ბენედიქტინერი თუ გაქვთ, ცივი, დავლებ დიდი სიამოვნება. კი ბატონო, გაუფილტრავს შემოგთავაზეთ. ესეთი წესია, პირველ დიდ კლუბს უტყავ და მერე წოვყავ. ნელ-ნელა. შენთვის გემრიელი ჭამა რას ნიშნავს? აი თვითონ სიტყვა გეუბნება გემრიელ ჭამ. როცა გემრიელ რაღაცებს ჭამ, კარგ ადამიანებთან ერთად. ქართული კულინარიიდან რომელ კუთხის სამზარეულოს გამოარჩევდი? ყველას ერთ-ერთს ვერ გამოვუყობ. ქართულ კერძებს როცა მოდერნიზაციას უკეთებენ, ამაზე რა აზრის ხარ? ყველანაირი მოდერნიზაცია არ მიყვარს, მაგრამ საინტერესოა. მაგალითად ჩაქაფული რაც არის, ესეთი უნდა დარჩეს. ვიღაცამ შეიძლება მოდერნიზაციები აკეთოს, მაგრამ ის კლასიკა უნდა იყოს შენარჩუნებული. ხორცი, ფრინველი თუ თევზი? ხორცი, ხმელეთზე რაც არის, ყველაფერს ვანადგურებ მუხლულ ხოსავით რა. ისევ ხორცს რომ დაუბრუნდე, ხორცის გარშემო ვიტრიალოთ, ხო, როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს ხორცი? ნუ ეხა ჩაშლილი. სირცხვილია ვერ ვიტყვი, თორე უმიდან დანახშირებულამდე ეგეც დამწვიამწვადი და მიჭამე ცოცხალ გადააგდე. არსებობს რამე ისეთი გემო ან კერძი, რის გამოთაც შეგიძლია თუნდაც თბილისგან ძალიან შორს წახვიდე? მე სულ დამცინიან მაგაზე. გუშინ ვიყავი ქეშელოში, რომ ცხვრის ქაბაბი და ცხვრის მწვადი მეჭამა. მე კარგი საჭმელისთვის 9-ს იქით ვარ წამოსვლა. ანუ ნამდვილი გურმანივით იქცევი. არა, ეს არის ღორმუცელობა. ანუ მოგზაური 40 ხარ ესე იგი. კი. უკვე წარმოდგენა რა თქმა უნდა შემექმნა. დავიწყებთ ქაბაბით. ქაბაბის მერე თუ გინდა მიწა მომახა. მაგი პირველი დავიწყებთ ქაბაბით. კარგია. შემდეგ მაგ მდგომარეობის ხორცს გავყვებით და ქუთაისურ კატლეტს შემოგთავაზებ. ეს მე მოვიფიქრე. მართლა? ქუთაისური კატლეტი საინტერესო. გაგასინჯებ. შემდეგი ნუ გაჩერდები. შემდეგი იქნება ბატკნის ბეჭი. როგორ აკეთებ? მაგას დიდი ხნის მანძილზე ვაცხობ? ხო, ვაცხობ ღვინოსთან და ბოსტნეულთან ერთად. შემდგომ ამას ყველაფერს წვავ ნაკვერჩხალზე, როცა გამოსხება და გარნირად უდებ შებოლილ სულგუნთან ერთად დაჭრილია ჯუნჯოლი და ტარხუნასთან მოხარშული ქამასოკო. ამას ზემოდან კიდევ ვასხავ დამწვარი ქამასოკოს соуს და ცხარე წიწაკის ზეთს. იდეალური საჭმელი. ეს ბოლო კვებაზე რასაც უნდა მოითხოვდე და ეს მომეცი და მე წავედი. შემდეგ გადავალთ. გადავალთ, ან ვერ გადავალთ. ხო, მაგრამ უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ისეთი კერძია, რომელიც ლუცს ძალიან უხდება. ეს არის გამოცხვარი ღორის ნეკნები, ბარბიქიუ соусით და კომბოსტოს ბჟავეთი. ნეკნები კარგია. და ამ ყველაფერს დავაგვირგვინებთ ხინკლით. წადი მაშინ, რაღაც მიზიხარ ხო? უკვე რომელი საათია, ნუ არ მიყვარს ეს მზარეულები, რომ ლაპარაკს გადაყვებიან და საჭმელს არ აკეთებენ. ყავა დარჩა. ეს არის შერეული ქაბაბი. ეს არის ქუთაისური კატლეტი. აუ ეს. ვაჰ.
აუ, ეს ისა, ლატკნის კანჭი. აუ, ეს არის გამომწვარი ბორის ნეკნი, ბენედიქტინური. დავიწყოთ ქაბაბით, სანამ ცხელია. გემრიელად მირთვით. დიდი მადლობა. იროვნება, გელაპარაკება ქაბაბი. ის კარგად მოусმინო. ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ქაბაბში, წვნიანობა რა. ეთყობა კიდევაც რომ წვნიანია. რაც ქაბაბის სფეროში გადავედი, ანუ მეც მინდა რომ კარგი ქაბაბი მქონდეს, ყველგან სადაც წავაწყდები ქაბაბს, ტესტავდა, ვაგემოვნებ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგ ქაბაბებს შორის. აი მარტო ხორცის გემო უნდა იგრძნობოდეს, წვენი უნდა ქონდეს და ცხელი უნდა იყოს და ოდნავ ცხარე უნდა იყოს და მარილი არ უნდა აკლდეს და გარედან კარგად უნდა იყოს შებრაწული და შიგნი აი ესეთი ნაზი და აი ეს არის ეს ქაბაბი. ქაბაბმა დაიმსახურა გამართული ათიანი. ეხლა რაც ძალიან მაინტერესებს და რასაც ასევე აწყენს გაგრილება ეს არის კატლეტი. აი ნახე, კარგია. კატლეტს რო დააწვევი ესე ჩანგლით, წვენმა თავი უნდა გამოყოს. მე მიყვარს კატლეტი ბავშვობიდან. სკოლაში შეგვიყვარდა ერთმანეთი ერთი დანახვით და მას შემდეგ ერთგულად კატლეტმა ჩააბარა მისაღები გამოდის. ძალიან გემრიელია. სოუსი არის ძალიან გემრიელი. ეხლა მოდი ბატკანს მიუჯდეთ. მოკლედ ძალიან გემრიელია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კარგ მარინადშია ნამყოფი. ეს გარნირიც ძალიან გემრიელი და ეს სოკო თუ ცხარს უხდებოდა არ ვიცი, მაგრამ მარინადი აქვს გაკეთებული, მე კი მიყვარს ცხარი, მაგრამ ზოგიერთი ვერც მიხვდება თუ ცხრის არის. ისე სხვა მხარეს ყავს წაყვანილი შეფს. აუ ეს ჯონჯოლის როგორ მოუხდა. აქ ერთად არის არასოდეს რო არ მინახავს ერთ კერჩი შეხამებული ჯონჯოლის სოკო და ცხრის ხორცი და თურმე უხდება ერთმანეთს. ეს ყველა მიცის უკვე რომ ქართველებსაც გვაქვს ვისკი და ეს არის ჯიმშერი. ძალიან კარგი. ვა, უხდება ხორცს. ეს ჩემს საყვარელ კერძებს გადავიდეთ. ძალიან მიყვარს ნეკნები. ჯერ თავისი კარამელიზება და მერე ეს ბარბეკიუ соуსი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი. ვახ, ძალიან კარგია. ნეკნი ჩემთვის არის აი სუპერ დელიკატესი. არა და არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს არის. ამიტომ ძალიან მიყვარს. პირში დნება. მე ხო ღორმოცელა ვარ და სულებს როტოვებ ნეკნებში სუგული მიმდის. ნეკნები და ლუდი უნდა კონდეს ყველას თავზე საყრელი რა. და მთელი მსოფლიო იქნება ბედნიერი. ეს არის სრული ჰარმონია, სადაც ნეკნი და ლუდი არასოდეს ეკონფლიქტებიან ერთმანეთს. დღესაც ძალიან კარგი შეხამება ამ ლუდსა და ნეკს შორის. მაგრამ ნეკნი მართლა ძალიან გემრიელია. ხინკლის ადგილი მაქვს დატოვებული სულ ცოტა. თუ მალე არ მოვა, შეიძლება რამე შეავსოს. აბა, როგორ მოგეწონა? არ ყოფილხარ შენ კარგი ადამიანი. რა დღეში ჩამაგდე. გამეხარდა ხინკალი და თან რაღაც მეწყინა რომ ეს მშვენიერი დღე მთავრდება. აბა ვნახოთ ხინკალი. ცხელი ცომი, თან კარგად მოზელილი, გემრიელი ფარში, ბევრი წვენი. მეტი რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. მოდი ახლა ჩვენ აქ დავგვტოვეთ მე და ხინკალი და თქვენ თავს მიხედეთ.
ძალიან კარგი იყო. ეს არის გემრიელი წერტილი. დღეს ჩემ დღეს ტყუილად არ ჩაუვლია. უამრავი რამე ვისწავლე, უამრავი რამე გავსინჯე და აწირო შემოვალად პირდაპირ შემიძლია შემოსასვლელიდანვე დავიძახო რა მინდა და დავიძე და დავრებოდი. მოკლედ ეს ის ადგილია, სადაც მე მოვალ და მოვალ. გამოვიცანი შენი გემოები. სუპერ გამოიცანი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. მადლობა რომ მოხვედი. ძალიან გამიხარდა და კიდევ ხშირად გვესტუმრე. უნდა ჩაგეხუტო. სულ წარმომიდგენია რომ 64-ში ესეთი სადილებია რა. რო დაიძახებენ კვება, მიდიხარ და ესენია გაწყობილი. ჩემთვის როგორც შევზარეულისთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი ადამიანების ყურება, რომლებიც ესე გემრიელად ჭამენ, რასაც მოველოდი ზუსტად ის მოხდა. მე კი არ გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ სტუმართან ერთად.